საღამოშიდობისად თქვენ უყურებთ პოსტ ანალიტიკას, მე ზვია დავალიანი ვარ, ჩვენ საუბრობთ მიმდინარე აქტუალური საგარეო და საშინაო პოლიტიკური თემების შესახებ. დღეს საღამოს ჩვენი სტუმარი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი იქნება. საღამოშიდობის ლევან, მადლობა რომ ჩვენი სტუმარი ხართ დღეს. საღამოშიდობის ზვია, დიდი მადლობა მოწვევისთვის და რა თქმა უნდა მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. დავიწყოთ დღევანდელი აქტუალური თემების მიმოხილვა და დავიწყოთ ეუთო ოდირის დღევანდელი განცხადებით. ძალიან უცნაური განცხადება გამოაქვეყნა ეუთო ოდირმა. კერძოდ მათ განაცხადეს, რომ მზად არიან დააკვირდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოში 4 ოქტომბერს და გამოთქვამენ წუხარებას, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეუთო ოდირი ამ არჩევნებზე დასაკვირვებლად ჯერ არ მიუწვევია. რას უპასუხებდით? რა შეგვიძლია უპასუხოთ მათ ამ განცხადების პასუხად, ასე ვთქვათ? ну, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, იმას განვარტავ, რომ ეხლა აბსოლუტურად სხვადასხვა დატვირთვა აქვს საპარლამენტო არჩევნებს და თვითმმართველობის არჩევნებს და კონკრეტულად ეუთო ოდირის პორტფელს, ეგრეთ წოდებულს თუ შევხედავ, დაახლოებით 10% არის თუ არ ვცდები ჯამურად, სადაც ისინი თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდებიან. ეს თვითონ ეუთო ოდირის ხარისხად შემიძლია აღვნიშნო. ეხლა კონკრეტულად ჩვენ პოზიციასთან დაკავშირებით მე ესე ჩამოვაყალიბებდი, რომ 2024 წელს ეუთო ოდირი იყო ჩამოსული გრძელვადიანი მისიით, საკმაოდ მასშტაბური მისიით, ესე რომ ვთქვათ, დააკვირდნენ არჩევნებს, ბოლომდე იყვნენ ჩართულები, დაწერეს საბოლოო ანგარიში, ხო, ჯერ შუალედური ანგარიში იყო, შემდეგ საბოლოო ანგარიში იყო და ორივე იყო პოზიტიური. საბოლოო ანგარიშთან დაკავშირებით შევახსენებ ჩვენს მოქალაქეებს, რომ იქ ხაზგასმით წერია, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული. აბსოლუტურად ყველა საარჩევნო სუბიექტს ჰქონდა იმისი თავისუფალი გარემო შექმნილი, რომ ეწარმოებინა თავისი საარჩევნო კამპანია. CESCOM მოახდინა არჩევნების ადმინისტრირება ძალიან მაღალ დონეზე და საქართველოს ყავს არჩეული ხელისუფლება ხაზგასმით. რა თქმა უნდა, იქ რაღაცა ტიპის რეკომენდაციებიც იყო, თუმცა, ძირითადი შინაარსი ეს არის, რასაც დაარქვეს კონკურენტული არჩევნები და თქვეს, რომ საქართველოს ყავს არჩეული ხელისუფლება. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეუთო ოდირის ანგარიშს აბსოლუტურად არავინ ყურადღებას არ აქცევს, გავიდა უკვე რამდენი ხანი, ხო? შიდა აქტორებზე აქ საუბარი ზედმეტია, უფრო აქცენტს ამ შემთხვევაში ვაკეთებ ევრობიუროკრატებზე, ხო? და იქ სხვადასხვა რამდენიმე ევრობიუროკრატიც იყო, ევროპარლამენტშიც იყო, თუ არ ვცდები, ბოლოს საპარლამენტო ასამბლეა რო იყო, იქაც იყო ერთი ბალტიისპირეთის, ასე ვთქვათ, წარმომადგენელი, რომლებიც საერთოდ ადანაშაულებენ ეუთო ოდირს კორუფციას. ლიეტოველი იყო, ვცდები, ევროდეპუტატი, კრიმინალები, ვინ არიან ეს კრიმინალები არიანო ვიღაცა რაღაცა კორუფციაში ადანაშაულებდა და ასე შემდეგ, ასე რომ ჩვენ საუბრობთ ახლა სტრუქტურაზე, რომელიც არის მოქალაქეებს მინდა შევახსენო, ეს ევროპული სტრუქტურა არის, რომელიც არის ყველაზე ავტორიტეტული სადამკვირვებლო მისია. და როდესაც არავინ არ უყურებს მის ანგარიშს და ესე რომ ვთქვათ, ცოტა უტრირებულად ჩვენი დასაცავი ხდება, ასე ვთქვათ, ეუთო ოდირის რეპუტაცია და მისი ანგარიში, ხო? რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ძალიან გულდასაწყვეტი. და ჩვენ ამ ანგარიშის შემდეგ ხედავთ, რომ მუდმივად არის სპეკულაცია იმაზე, რომ საქართველოში რაღაც არჩევნები გაყალბდა და უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. და ყველა შევახსენებ, რომ ერთი მტკიცებულება ვერავინ ვერ დადო ვერც გაყალბებასთან დაკავშირებით, ვერც რაღაცა 400.000 ხმასთან დაკავშირებით, 100.000 პირადობა ჩამორთმეული ადამიანზე რომ იყო საუბარი და სხვა შორის ბატონი იოსელიანის ასე ვთქვათ განცხადებას ვიშველიებ ხოლმე, რომელიც ძირითადად ჩვენი კრიტიკით არის დაკავებული სახალხო დამცველს გულისხმობ, რომელსაც თქვა, რომ არ მჯერაო ამისიო ფიზიკურად ერთი ადამიანი მაინც მოვიდო და იმ 100.000-დან ჩემამდე რაღაცა საჩივრით, რომ 100.000 ადამიანი პირადობის გარეშე დარჩენილი იყო იქ რაღაცა რუსული სპეცსამსახურების ჩარევა, ქალბატონი ზურაბიშვილის ასე ვთქვათ დაჟინებული განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ერთი მოქალაქე 17-ჯერ აძლევდა ხმას და ასე შემდეგ და აქაც შევახსენებ ჩვენს ასე ვთქვათ საზოგადოებას, რომ ჩვენ ყავდა მოწვეული იმასთან ერთად, რომ ჩატარდა ეს არჩევნები ელექტრონული სისტემით, სადაც ყველა ოპოზიციური ლიდერი საუბრობდა წინასწარ, რომ გაყალბება იყო შეუძლებელი, მაგასაც შევახსენებ ჩვენ საზოგადოებას. ჩვენ მოვიწვია დამოუკიდებელი ამერიკული აუდიტორული კომპანია, ძალიან ავტორიტეტული, რომელმაც 3 ფაზა აუდიტი ჩაატარა, აუდიტის 3 ფაზა ჩაატარა და სადაც სიების დუბლირებაც გამორიცხა, ანუ ეს ქალბატონის ზურაბიშვილის რაღაცა ზღაპარი 17-ჯერ რომ აძლევდა თითქოს ვიღაცა სადღაც ხმას, ხო? ანუ გვიდევს ეუთო ოდირის საბოლოო ანგარიში, სადაც ხაზგასმული არის ის, რაც ჩამოვთვალე, რომ არჩევნები შედგა
და ყავს არჩეული ხელისუფლება საქართველოში. მეორე მხრივ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რაც მე ჩამოთვალე, რითიც სპეკულირებდა ოპოზიცია და ამის მიუხედავად ჩვენ გაუთავებლად იქ რეზოლუციებით, რაღაც ევროპარლამენტში დებატები და ამ შემდეგ გვესმის, რომ მაინც უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. ანუ ესე რომ ვთქვათ, ეუთო ოდირი გახდა ჩვენი დასაცავი, ხო? მისი რეპუტაცია, როგორც უკვე ვთქვი, მათი ანგარიში და ასე შემდეგ და მაგ შემთხვევაში ხა ეუთო ოდირს თუ ესეთი ტიპის მოთხოვნა აქვს, რომ მოდი მოგვიწვიეთ ხა თვითმმართველობის არჩევნებში, ხო? ჩვენც ხო გვაქვს ლეგიტიმური მოთხოვნა, რომ ასე ვთქვათ, მოდი ეუთო ოდირმა ჯერ თავისი საბოლოო ანგარიში აღიარებინოს შიდა და გარე აქტივებს, ხო? ევროპარლამენტარებს, ევრობიუროკრატებს, იმ ადამიანებს, რომლებიც ეჭქვეშ აყენებენ მის ავტორიტეტს, მის რეპუტაციას, ხან კრიმინალებს უწოდებენ, ხან კორუმპირებულებს უწოდებენ და არავინ ამ დასკვნას ასე ვთქვათ, სათვალავში არ აგდებს, ხო? არც ჩვენი ადგილობრივი რადიკალები. არა, მაგაზე რა თქმა უნდა საუბარი ზედმეტია, ხო? ეხლა მაგაზე ვარამი ამბობდა, ბიბლია არ არის ეუთო ოდირის დასკვნა. მაგაზე საერთოდ საუბარი ზედმეტია, იმასაც შევახსენებ ჩვენს მოქალაქეებს. რაც არ უნდა დაწეროსო ეუთო ოდირმა, ქართველმა ხალხმა ისო, რომ გაყობდა. საერთოდ არ მაინტერესებდა. ის ევრობიუროკრატები, რომლებიც ამ არჩევნების შემდეგ, ხომ, ესე საუბრობენ ჩატარებულ არჩევნებზე, ისინი თავდაპირველად ამბობდნენ, რომ მათი მთავარი დასაყრდენი უნდა ყოფილიყო ეუთო ოდირის საბოლოო ანგარიში. მე იმასაც შევახსენებ ჩვენ მოქალაქეებს, რომ რამდენიმე დღის წინ, როდესაც ეს საპარლამენტო ასამბლეა მიმდინარეობდა, ეუთოს გენერალური მდივანის ასე ვთქვათ მდივნის განცხადებას, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ ანგარიში დაადასტურა, თქვა, რომ ასახული არის ამ არჩევნებში ამ მომრჩევლის ნება, საქართველოს ყავს არჩეული ხელისუფლება და პირიქით ოპოზიცია გააკრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ როგორ არიგებდა საპარლამენტო მანდატებსო, პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებთო თქვენს ამ მომრჩეველსო. იქო იყო სხვადასხვა ერთი პარლამენტარი შვეიცარიიდან, რომელიც კონკრეტულად ამ ასამბლეაზე დელეგაციის ხელმძღვანელი იყო, რომელიც ასევე ერთ-ერთი მისიის წევრი იყო, სადამკვირვებლო მისიის წევრი და პირდაპირ თქვა, რომ როდესაც არჩევნების მეორე დღეს ჩვენ ბრიფინგი უნდა ჩაგვეტარებინაო, შევიკრიბეთო ეს უცხოელი დამკვირვებლებიო და ყველა მერთხმად ვაღიარეთო, რომ ეს არჩევნები შედგაო და რომ ეს არჩევნები ჩატარდა მაღალ დონეზეო, ხო? ამ ყველაფრის მიუხედავად მიმდინარეობს ეს პროცესები, რასაც ჩვენ ვაკვირდებით და ვიცი, ეუთო ოდირი თუ იმას მიაღწევს, რომ მის ანგარიშს ვინმე ყურადღება მიაქციოს ან ქვეყნის შიგნით, ან ქვეყნის გარეთ, როდესაც ყველა ეჭქვეშ აყენებს და არაფრად არ აგდებს, ხო? მაგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ შეიძლება რაღაცაზე მსჯელობა დავიწყოთ და რაღაცებს გადავხედოთ, ხო? მაგრამ სანამ ეს ყველაფერი არის ამ რეჟიმში, აბსოლუტურად ყველა უგულებელ ყოფს მის ანგარიშს, ხო? მაშინ არც ეუთო ოდირს არ უნდა გაუკვირდეს ის, თუ რატომ არ არის მოწვეული თვითმმართველობის არჩევნებზე. და კიდევ ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას, რომ ისედაც თვითმმართველობის არჩევნები არის ისეთი არჩევნები, სადაც ეუთო ოდირის მისია დიდად არ არის ხოლმე ჩართული და 90% შემთხვევაში ისინი აკვირდებიან საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს. კი, მე საგანგებო ციფრებიც ამოვიწერე და 10%-ზე ნაკლებიც კი არის. 507 არჩევნებს დააკვირდნენ 29 წლის, უпростоრად 507 ჯერ დააკვირდნენ. ასე იგი ცენტრალურ არჩევნებს და 38 ჯერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, რაც რა თქმა უნდა მიანიშნებს იმას, რომ ეუთო ოდირის ძირითადი პროფილი არის საპარლამენტო არჩევნების დაკვირვება. რეზოლუცია ახსენეთ და მორიგი დებატებია დღეს ევროპარლამენტში და მორიგი რეზოლუციის პროექტია მომზადებული, რასა იუკნევიჩიენე ნაციონალური მოძრაობის ძველი მეგობარი არის კვლავაც ავტორი და როგორც ტექსტიდან ცნობილი ხდება ამ პროექტის ტექსტიდან მოთხოვნები კვლავ უცვლელია ამ პროექტში მოგვიწოდებენ ჩავატაროთ ახალი არჩევნები და გავათავისუფლოთ მიხეილ სააკაშვილი, გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი იმისთვის, რომ მან შეძლოს ესე იგი აუცილებელი მისთვის მკურნალობის ჩატარება საზღვარგარეთ, ასეთ ფორმულირებაა გამოყენებული ამ რეზოლუციის პროექტში, რომელიც ალბათ იქნება მიღებული ბოლო ტენდენციებს თუ დავაკვირდებით. როგორ უნდა გავიგოთ ეს, ანუ რატომ ვერ ხვდებიან, თუნდაც რატომ ვერ ხვდება, ან ისინი ვინც ამსეთ რეზოლუციებს უჭერენ მხარს, რომ ამგვარი ტიპის შანტაჟით საქართველოზე და საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის განხორციელება არის შეუძლებელი და მისი ქცევის შეცვლა. ეს ყველაფერი არის ძალიან სამწუხარო და ზოგადად როგორც იქცევიან ეს ევრობიუროკრატები
სწორედ ამან გამოიწვია სხვა შორის ერთი თვის წინ იყო თუ არ ვცდები ეს ევრობარომეტრის კვლევა, როდესაც იყო, სადაც რადიკალურად არის შემცირებული ჩვენი მოქალაქეების ნდობა ზოგადად ევროკავშირის მიმართ, ხო? ჩვენ ყოველთვის, როდესაც ჩვენ საზოგადოებას ვესაუბრებით იმ უსამართლობის კასკადზე და ნიაღვარზე, რაც წამოვიდა ზუსტად იმ დღიდან, რა დღესაც უკრაინაში ომი დაიწყო, ჩვენ ყოველთვის მიჯნავთ ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ ევრობიუროკრატები აბსოლუტურად ცალკე დგანან და ევროპა და ევროპელი ხალხი აბსოლუტურად სხვა არის, ისევე როგორც ევროკავშირი. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ გამოვიწვიოთ ეს რაღაცა განწყობების ცვლილება, თუმცა ამ ბიუროკრატების ასე ვთქვათ, ქცევიდან, საუბრიდან, გზავნილებიდან და ასე შემდეგ გამომდინარე, ეს ყველაფერი მაინც დაეთხო ჩვენი საზოგადოების განწყობას, ხო? და არ ვიცი, ღიმილის მონგრელიც აღარ არის ზუსტად უკვე და სიმართლე რომ გითხრათ, ეხა პირადად მე აღარც ვინტერესდები უკვე აი ამ რეზოლუციებით, სადაც ისევ წერენ, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს. აი, რაზე დაყრდნობით გვიწერენ ამას, ხო? მსჯავრდებული ამდენ საქმეში, ყველა ვიცით. როგორი დონის კრიმინალი არის მიხეილ სააკაშვილი. აიღეს, გაასაჩივრეს სტრასბურგში მისი საქმეები, სტრასბურგის სასამართლომაც დაადგინა, რომ ქართული მართლმსაჯულება მოქმედებდა ძალიან მაღალი სტანდარტით და ამის მერე განუწყვეტლივ ამას წერენ და ვერ ხვდებიან თუ ძალით აკეთებენ თუ შეგნებულად შვებიან ამ ყველაფერს, რომ დაიზიანონ თავიანთი რეპუტაცია, უბრალოდ გაუგებარი არის. ხო, მართლა ღიმილის მონგრელი არის უკვე და ესე იგი რაღაცა ჰუმანიტარულ საკითხებზე საუბრობენ, როდესაც ჩვენ 27 ქვეყნის ელჩის დემარში არ დაგვაუწყდეს, ევროკავშირის ელჩებმა რო დემარში მოგვიწყეს, თითქოს სააკაშვილი კვდებოდა და უნდა გადაგვიყვანა საზღვარგარეთ და იქაც სტრასბურგის სასამართლომ ამ შემთხვევაში დაადგინა, რომ საკვების მიღება დაიწყოს და კარგად გახდებოდა და დაიწყო საკვების მიღება და თავშესანიშნავად გრძნობს. ეს ტერმინი, ეს ჰუმანიტარული მე მანიშნებს იმას, კი არა და ნიშნავს იმას რეალურად, რომ აღიარებენ, რომ მან ის დანაშაული ჩაიდინა, რისთვისაც თავისუფლება აქვს აღკვეთილი, ანუ კარგია რომ იმას მაინც არ გვეუბნებიან, რომ უდანაშაულოა, ამის თქმა მინდა. ანუ დანაშაული აქვს ჩადენილიო, მაგრამ ჰუმანიტარული ასე ვთქვათ, საფუძვლით გაათავისუფლეთო და მაშინ რატო არ უნდა გავათავისუფლოთ სხვა პატიმრები არ მესმის. მაგიტომ გეუბნებით, აბსურდი არის. ახლა მე კონკრეტულად ამ რეზოლუციას არ გავცნობილო, ახლა ყველა წინა რეზოლუციაში მოხსენებული იყო ხან პოლიტიკურ დევნილად მოიხსენიებენ, ხან თითქოს უსამართლოდ იხდის სასჯელს ასე შემდეგ და მაგიდან გამომდინარე ვამბობ, რომ ეს მათთვისვე არის კონტრპროდუქტიული და რა თქმა უნდა აზიანებს კონკრეტულად ამ ბიუროკრატების რეპუტაციას ჩვენი მოქალაქეების თვალში. ახლა რაც შეეხება ახალ არჩევნებს, ამასთან დაკავშირებით უკვე ვისაუბრე, რომ არანაირი საფუძველი ამისი არ არსებობს და სწორედ ამაზე ქონდათ გაკეთებული ფსონი გარე უფროსებს ამ რადიკალური 4 პარტიის, მაქედან გამომდინარე დატოვეს ქუჩაში, მაქედან გამომდინარე დატოვეს პარლამენტს მიღმა, რითიც პირდაპირ შეურაცხყოფა მიაყენეს თავიანთ ამომრჩევლებს, ვინაიდან ამ გარე უფროსებს ვეგონათ, რომ რატომღაც ამ წნეხის პირობებში ჩვენ გადაგვადგმევინებდნენ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც რაღაცა კომპრომისებზე წავიდოდით, ისეთი ტიპის კომპრომისებზე, როგორც წავედით მაგალითად 2020 წელს, მაგრამ ჩვენ დავპირდით მაშინ საზოგადოებას, რომ ესეთი კომპრომისებს ადგილი აღარ ექნებოდა და ქუჩაში დატოვეს ოპოზიცია, პლატფორმაც აღარ გააჩნიათ და ეხლა ოპოზიციაში რაც ხდება, ეს კიდე ცალკე საკითხია, თუ დრო დაგვრჩება, მე ამაზეც ვისაუბროთ, მაგიდან გამომდინარე ზუსტად და სხვადასხვა შორის თუ არ ვწდები ამ რეზოლუციაში კიდე მოხსენებული არის ერთ-ერთ წინა რეზოლუციაში მოხსენებული იყო. ეხაც მოხსენებული არის, მე მგონი, თუ არ ვწდები, ქალბატონი ზურაბიშვილი, რომ უნდა ვცნოთ საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. და ეხლა როგორ აბსურდთან გვაქვს საქმე, ეხლა ჩვენი მოქალაქეების, მადლობა ღმერთს, აბსოლუტური უმრავლესობა ამას კარგად ათვისნობიერებს და არავინ ყურადღებას აღარ აქცევს, ხო, გაცვეთილი არის 6 რეზოლუცია, 7, 8, თვლა ამერია, ხო? ყველგან წერია ერთი და იგივე აბსურდი. ეს აბსურდების კასკადი კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შემთხვევით, მე ყოველთვის სადაც ეთერი არის, სადაც ეთერში ვარ, ყოველთვის ამაზე ვსაუბრობ, ჩვენი მოქალაქეების, ასე ვთქვათ, კიდევ ერთხელ დასაფიქრებლად, რომ დააკვირდნენ ჩვენი მოქალაქეები იმას, რომ აი ეს უსამართლობის კასკადი, აი ეს ყველაფერი დაიწყო ზუსტად იმ დღიდან, რა დღიდანაც უკრაინაში დაიწყო ის ტრაგედია, რა ტრაგედიას დღემდე ტრიალებს და სამწუხაროდ მის დასრულებას პირი არ უჩანს, ვინაიდან ამ ყველაფერს აქვს ერთი მარტივი მიზეზი, რომ ქართული ოცნება ვერ დაიყოლიეს რაღაცეებზე და ვერ გამოიყენეს სატელით, ასე ვთქვათ, ქვეყნად პროქსი ომში. ზუსტად იმ დღიდან არის ეს ყველაფერი დაწყებული და გრძელდება. ეხლა მადლობა ღმერთს ამერიკის შეერთებულ შტატებში ბატონმა ტრამპმა დაიკავა ოვალური ოფისი, თორემ ეხლა მოდი გადავხედოთ წინა ადმინისტრაციის პირობებში რა ხდებოდა. ხო, ბატონი მეთიუ მილერი ფაქტობრივად ყოველ დღე ჟურნალისტებთან საუბარს იწყებდა საქართველოში, ხო?
ანუ სულ საქართველოზე იყო საუბარი ამ შემთხვევაში ხა ევრობიუროკრატების მხრიდან, მაგრამ წინა წელს იმის წინა წელს მას შემდეგ რაც უკრაინაში ომი დაიწყო, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ადმინისტრაციის მხრიდანაც მუდმივად იყო საქართველოზე საუბარი. მუდმივად. და მაქედან გამომდინარე ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ვთხოვ, რომ დააკვირდნენ ეს მიდგომა როდის დაიწყო? ეს მიდგომა დაიწყო ზუსტად იმ დღეს, როდესაც დაიწყო უკრაინაში ომი. მაგ დროს დაემთხვა რატომღაც რომ სადღაც ორ კვირაში თუ ვაშტები ბატონ ბიძინა ივანიშვილს რამდენიმე მილიარდზე შეუჩერდა წვდომა, დე-ფაქტო სანქციების ქვეშ აღმოჩნდა. ბატონმა ზელენსკიმ ელჩი გაიწვია, შემდეგ კანდიდატის სტატუსის თემა იყო, ჩვენ რო დავჩაგრეს ხევს მიცეს, შემდეგ რაღაცა მათი მიერ დაფინანსებული NGO-ების სცენაზე ასვლა, რევოლუციის მოწყობის ცდილობები, მთავრობის გადადგომის მოთხოვნები, რამდენი რევოლუციის ცდილობა გავიარეთ. ვინაიდან ეს გარეძალები, რომლებიც დაინტერესებულები არიან იმითი, რომ თავისი, ასე ვთქვათ, გეოპოლიტიკური ინტერესები დაიკმაყოფილონ, ვისაც ჩვენ გლობალურ ომის პარტიას პირობითად უწოდებთ, ამერიკაში Deep State უწოდებენ. ეს არის არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა. ხო, ხომ მათ საერთოდ არ აინტერესებს საქართველოს და ქართველების ბედი. მათ სურთ რომ თავიანთი გეოპოლიტიკური ამოცანები გადაჭრან და ამ შემთხვევაში თუ პაიკად გამოიყენებენ საქართველოს, სურთ რომ გამოიყენონ, ხო? და როდესაც აქედან ამხელა წინაღობა შეხვდათ მიუხედავად ამ სანქციების, მიუხედავად ამ შანტაჟის, ამ წნეხის და ასე შემდეგ და ქართულმა ოცნებამ ჩვენ ეს საქმით დავამტკიცეთ, რომ პირველ რიგში ვაყენებთ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და არ გვეშინია არ სანქციების და არ შანტაჟის და არ წნეხის, საქმით გვაქვს დამტკიცებული ამ 3 წლის განმავლობაში, 3 წელიწადნახევრის განმავლობაში, სხვა გზა არ აქვს დარჩენილი. ხვდებიან, რომ ლეგიტიმურად ვერ გვანაცვლებენ არჩევნების გზით, ვინაიდან ჩვენი ხალხი ძალიან ბრძენი არის და ჩვენი ესე მაგრამ ნამდვილად ვერ დავდგებოდით ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი მოსახლეობის ესეთი მხარდაჭერა რო არ გქონდეს და რა თქმა უნდა ლეგიტიმური არჩევნების გზით ვერ ჩაგვანაცვლებენ, ხო? და მაგიტომ სულ მუდმივად არის დღის წესრიგში ეს რაღაცა რევოლუციური მცდელობები, სიტუაციის გარედან ხელოვნურად დაძაბვა, შემდეგ უკვე თვითონაც პულსეხელი არ უდევს და მთავარი პრობლემა რა არის? ხა ფიქრობენ, რომ ესეთი ტიპის რეზოლუციებით, ესეთი რაღაც აბსურდული განცხადებები და ასე შემდეგ ოპოზიციას თითქოს აქ ჟანგბადს აწვდიან, საკვებს აძლევენ, რომ მათ რაღაცა ფუნქციონირება გააგრძელონ, მაგრამ გაცვდა ეს ჩვენი საზოგადოებისთვის, ხომ? 5 წლის წინ და 7 წლის წინ სხვა რეაქცია ექნებოდა ჩვენ საზოგადოებას, თუნდაც ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით, მაგრამ თვითონვე ისე დაიზიანეს თავიანთი რეპუტაცია ევრობიუროკრატებმა აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის გარკვეულმა ნაწილმა, რა თქმა უნდა, ყველა ელჩზე საუბარი არ მაქვს, ხო? თავისი აი ამ ბრალდებებით, თავისი რაღაცა უსამართლო განცხადებებით, აბსურდზე საუბრით და ასე შემდეგ, ისე დაიზიანეს თავიანთი რეპუტაცია, რომ ეს ყველაფერი არის მათთვის კონტრპროდუქტიული და ეს ვერც ოპოზიციას ვერ გამოყვებავს და ვერანაირი ჟანგბადი მათთვის ვერ იქნება. კი ბატონო, რევოლუციის მცდელობაზე და კონკრეტულად ოპოზიციის გეგმებზე აუცილებლად მინდა რამდენიმე წუთი შემოვინახო, მაგრამ მანამდე უბრალოდ ჩანართის სახით გუშინ გამოქვეყნდა რობინ დენეგანის ინტერვიუ რადიო თავისუფლებაზე, სადაც მან კატეგორიულად უარყო ყველა პრეტენზია ჩვენი მათ მიმართ, მათ შორის უარყო ის, რასაც თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება არ უარყოფს. ანუ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება აღიარებს, რომ USAID და NED რეალურად აკეთებდა იმას, რომ ფულს ხარჯავდა გადატრიალებებში და არასასურველი მათთვის პოლიტიკური ესე იგი მართლობების შეცვლაში და დენიგანმა თქვა, რომ არასდროს ასეთი რაღაცა არ გვეცია და ყველაფერი ეს ტყუილიაო. თუმცა ვის ვერ ხსნის მაშინ რატომ დაიწყო ეს პროცესი, როგორც თქვენ ბრძანეთ 2022 წლიდან. ანუ რატომ გაფუჭდა ურთიერთობა იგივე ამერიკის შეერთებული შტატების იმდროინდელ ადმინისტრაციასა და საქართველოს შორის, საქართველოს ხელისუფლებას შორის, რატომ იძაბება ურთიერთობა კონკრეტულად 2022 წლიდან? აი ამას ვერ ხსნის. ძალიან საინტერესოა, დავტოვოთ რიტორიკულად ეს კითხვა, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა ძალიან კარგად იცის პასუხი ამ კითხვაზე. და მაგასაც გამოვეხმაურებოდი, რომ ეხა რადიო თავისუფლებაზე ქონდა ეგ ინტერვიუ, რადიო თავისუფლება ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა ადმინისტრაციამ პირდაპირ ამხილა, რომ ეს არის პროპაგანდისტული მედია საშუალება, სიცრუეს ტირაჟირებს, რომელიც დასაკეტია მსოფლიო მასშტაბით და ეს პროცესი დაწყებულია, ხოლო ქალბატონი დანიგანი არის უკვე პენსიაზე წაბრძანებული და შესაბამისად მას არანაირი პოზიცია დღეს არ გააჩნია, შესაბამისად ეს ინტერვიუ ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა, თუმცა ერთ პასაჟს მინდა გამოვეხმაურო
საუბრო, სადაც მან ახსენა, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი თურმე თავის პირად ინტერესებს აყენებსო ქვეყნის ინტერესებზე მაღლაო, ესე ვიგრძენი მეო, ვინაიდან მან შეხვედრაზე უარი განაცხადა და აქ მას შევახსენებ, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ძალიან დეტალური და მკაფიო განმარტება გააკეთა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ბატონი ბიძინა ივანიშვილი იმყოფება de facto de jure სანქციების ქვეშ და მან კარგად განუმარტა ამერიკის საელჩოს თუ რა გახდა უარის მიზეზი და სამაგიეროდ შეთავაზა, რომ შეხვედრა შემდგარიყო პრემიერ-მინისტრთან, ვინაიდან პრემიერ-მინისტრი არანაირი სანქციების ქვეშ არ იმყოფებოდა, ვინაიდან ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რა თქმა უნდა, იმისი კომპლექსი თვითონაც კარგად განმარტა ის შემდეგ წერილში, რომ იმისი კომპლექსი, რა თქმა უნდა, გააჩნდა, რომ შეიძლება გაჩენილიყო განცდა თავის თავშიც და თვითონ გუნდშიც, რომ იმ პირობებში, როდესაც იგი ესეთი სანქციების ქვეშ იმყოფებოდა, რაიმე ტიპის გადადგმული ნაბიჯი სახელმწიფოებრივი შეიძლება რაღაცა საპირწონედ დაყენებულიყო მის პირად ინტერესებთან და შესაბამისად მან ეს ყველაფერი ძალიან კარგად განუმარტა ამერიკის ყოფილ ელჩს და მაქედან გამომდინარე შეთავაზა შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან, რაზეც პაუზის შემდეგ უკვე უარი მიიღო. შესაბამისად ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ შეხვედრის მიზანი, რა თქმა უნდა, ძირითადად შანტაჟის გარშემო უნდა ყოფილიყო და მინდოდა რომ ამ პასაჟსაც გამოხმაურებოდი ამ ინტერვიუდან. კი ბატონო. ხო, ოპოზიციაში მიმდინარე პროცესები ახსენეთ და ძალიან საინტერესო პროცესებია მართლაც და რამდენიმე შრე აქვს ამ პროცესებს, მინდა ამაზე ვილაპარაკოთ, მაგრამ მოდი დავიწყოთ იმით, ანუ დაპირისპირებით, ანუ ხილული დაპირისპირებით, რომელიც რადიკალური ოპოზიციის სხვადასხვა ფლანგებს შორის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განსაკუთრებულად გამწვავდა. ნაციონალური მოძრაობა ლელოს პირდაპირ ღიად ადანაშაულებს პოლიტიკურ კორუფციაში და ესე იგი ანაწითლიძეს შემდეგ უკვე გია ბარამიძემაც დაადასტურა ეს ასე ვთქვათ ბრალდება, გააჟღერა უბრალოდ ეს ბრალდება, რომ მათი თქმით ესე იგი ლელო თურმე ნაციონალური მოძრაობის წევრებს თავაზობდა ფულს იმისთვის რომ ამ ნაციონალურ მოძრაობას ლელო არ ეკრიტიკებინა, ან ეკრიტიკებინა ასე ვთქვათ რბილად, მოგუდულად. მინდა რომ გააკეთოთ კომენტარი ამ თემაზე, რა ხდება, ანუ ავიღეთო მე ფულიო რა განაცხადეს. ხო, არ ვიცი ხა თუ დავაკვირდებით ამ წლების განმავლობაში კრიტიკა როგორი იყო ლელოს მისამართით შეიძლება გაგვიჩნდეს საბუზრეობიდან, რა თქმა უნდა ფული არ აქვს. საბუზრიანი ხანდახან ალბათ ის დონეზესო. ხო, რა თქმა უნდა ეს არის ხა რაღაცა სპექტაკლის ნაწილი და ხა უშუალოდ თვითონ ამ პარტიების ლიდერები საქმის კურსში არიან რა ხდება, თუმცა ხა უფრო ქვედა დონეზე რა თქმა უნდა აბსოლუტურად არავინ არაფრის საქმის კურსში ესე კონკრეტულად არ არის, ხო? კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენ საზოგადოებას, რომ ეს 4-ვე რადიკალური პარტია იმართება ზუსტად ერთი და იგივე ვერტიკალიდან და დავალებებს და ინსტრუქციებს იღებენ ერთი და იგივე ვერტიკალიდან, რომელ ვერტიკალმაც იგივე გლობალურმა ომის პარტიამ თუ არაფორმალურმა მმართველობამ რაც გინდათ ის დავარქვათ, გადაწყვიტა წინა არჩევნებში, რომ როგორც იქნა მივიდნენ იმ დასკვნამდე წინა არჩევნების დროს, რომ ნაციონალური მოძრაობა, როგორც ბრენდი იმდენად სამარცხვინოა და იმდენად ვერ ასე ვთქვათ გაემიჯნება იმ წარსულს, რა წარსულიც მათი შექმნილი არის, ის სისხლიანი 9 წელი, რომ მათ სონი უკვე ნაციონალურ მოძრაობაზე ესე პირდაპირ 24 წლის არჩევნებზე აღარ დადეს და გააჩინეს პარტია ახალი და უნდათ რომ ეს შეესაღებინა ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ თითქოს რაღაც ახალი პარტია იყო და ამ თამაში წავიდნენ, ხო? გახსოვთ როგორ განვითარდა მოვლენები. თუმცა ისინი დარწმუნდნენ, რომ იმაშიც რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ასე ვთქვათ, ეს ტყუილიც არ მიიღეს და ყველას კარგად აქვს აღქმული, რომ ნაციონალური მოძრაობას და ახალიც არის ზუსტად ერთი და იგივე ძალა. თუმცა სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში რჩებიან ისეთი მოქალაქეები, საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომლებსაც დღეს აღქმული არ აქვთ, ან ყოველ შემთხვევაში ბოლომდე აღქმული არ აქვთ, რომ ლელოც და ბატონი გახარიაც იმართებიან ზუსტად იგივე ძალიდან, მაგიტომ ეძახით ჩვენ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას და ამ არჩევნებში მაგიტომ ფსონს აკეთებენ ისინი უფრო ლელოზე და ბატონი გახარიას პარტიაზე და უნდათ რომ ხელოვნურად ესე გამიჯნონ, ხო? რასთან დაკავშირებითაც ხა პარტიების ხელმძღვანელები რა თქმა უნდა საქმის კურსში არიან, თუმცა იქ არის შედარებით ქვედარგოლი, რომელსაც ამას ვერ გაუმხელენ, ან ცოტა სხვანაირად უხატავენ და ასე შემდეგ და ხელოვნური სპექტაკლი იქმნება ამის ფონზე. ხელოვნურ სპექტაკლში გულისხმობ იმას, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, თითქოს ერთმანეთს ლანძღავენ, თითქოს ერთმანეთს ემიჯნებიან, რომ ეს ალკე ძალა არის, ის კი ბატონო ნაციონალური მოძრაობა, კი ბატონო ნიკა გვარამიაც ვერ შემოგასაღეთ და ბატონი მელიაც და ასე შემდეგ, რომ არ იყო ნაციონალური მოძრაობა და ესეც ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ ეს ორი არის დამოუკიდებელი ძალა, რომელიც დამოუკიდებლად იღებს რაღაცა ტიპის გადაწყვეტილებებს. მაშინ, როდესაც ჩვენ ახლა ვაკვირდებით, როგორ ვითარდებოდა მოვლენები,
ბოლო წლების განმავლობაში, მას შემდეგ რაც ბატონმა გახარიან პარტია შექმნა, რაც ბატონმა ხაზარაძემ პარტია შექმნა, ანუ თამაშობენ ერთ და იგივე თამაშს, ხო? და ბატონ გახარიას 4 მუნიციპალიტეტში აქვს დღემდე კოალიცია და ბლოკი შეკრული ნაციონალურ მოძრაობასთან, ხო? ისინი ხედან ერთ და იგივე გადავხედოთ, ხო? ისინი ისხდნენ ერთ და იგივე მაგიდის გარშემო. აი ერთი კვირის წინანდელ ამბავს შევხედოთ, ხო? ესე უტრირებულად რო ვთქვათ, ერთი კვირაა, რაც ეს ლანძღვა დაიწყო, ხო? ერთად იღებდნენ გადაწყვეტილებებს, ერთად გვიპირისპირდებოდნენ, ერთად გვიტარებდნენ აქციებს, ერთად იგეგმებოდნენ, ასე ვთქვათ, ასრულებდნენ იმ ინსტრუქციებს, რაც მოდიოდა. ერთად აგზავნიდნენ ბრიუსელში ეგრეთ წოდებულ დანოსებს, ერთად დადიოდნენ კაბინეტებში, სადაც არწმუნებდნენ ევრობიუროკრატებს, რომ საქართველოს უნდა დასანქცირებული იყო. აბსოლუტურად ყველა ნაბიჯს დგავდნენ შეთანხმებულად, დგავდნენ ერთად. საარჩევნო პერიოდშიც და არა საარჩევნო პერიოდშიც. შემდეგ ერთად შემოეკრიბნენ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, ერთად იმართებოდნენ, ასე ვთქვათ, ქალბატონი ზურაბიშვილის მხრიდან, რომელიც აცენტრალიზირებდა იმ დავალებებს ამ 4 რადიკალური პარტიისთვის, ხო? ანუ როგორ უნდა დააჯერონ საზოგადოებას, რომ აი დღეს რაღაცა მოხდა და მათ რაღაცა აზრი შეეცვალათ, ხო? მიიღეს ესეთი დავალება, რომ ბოლომდე, ასე ვთქვათ, ამ არჩევნებში ეხა საჯარო დერტყმა. კი, რა თქმა უნდა, რომ უფრო მოსახლეობის უფრო მეტი ნაწილი შეიყვანონ, რა თქმა უნდა, შეცდომაში, ეს არის ზუსტად ამ დავალების და ამოცანის მთავარი მიზეზი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამითი მოსახლეობას ისინი შეცდომაში ვერ შეიყვანენ, თვითონ შიგნით პარტიებშიც პრობლემები არის თუ აკვირდებით, ესე იგი, როგორც მიუხედავად იმისა, რომ ერთიანი ძალაა, ვინაიდან ერთი მმართველისგან იმართებიან, ხო? 4-ვე პარტიაში არის დაპირისპირება, მაინც რა თქმა უნდა, არც ერთ არ სიამოვნებს ერთმანეთი და უშუალოდ ამ პარტიებშიც არის სერიოზული დაპირისპირებები და სხვა შორის იქ ლელოშიც პრობლემებია, ვინაიდან ეხა იქ არიან ადამიანები, ვინც ფიქრობენ, რომ ხა პარლამენტში თუ მოვხვდი და სია თუ ჩამიხსენი და თუ მარწმუნებდი გარეუფროსების, ასე ვთქვათ, დაპირების საფუძველზე, რომ რიგარეში არჩევნებს მივიღებდით და მე პარლამენტარი აღარ გავხდი, არა და ფული მქონდა დადებული, ან ვიშრომე და ხმები მოვიტანი ასე შემდეგ, ეხლა მეუბნები, რომ რიგარეში არჩევნებში მონაწილეობა მივიღო, როდესაც მე ვპირდებოდი მოქალაქეებს, რომ არა ბოლომდე ვიბრძოლებ და ასე შემდეგ. ხომ შედარებით ბრჭყალებში პრინციპულებიც ვიღაცები აღმოჩნდნენ, ტოვებენ პარტიას, არიან იქ პარტიის წევრები, რომლებიც მიყვებიან ამ გზაზე, იმიტომ რომ საერთოდ დაბნეულები არიან, არიციან რა გააკეთონ. იქ ბატონმა გახარიამ თუ არ ვსწრები 8 წევრი თავისი ინიციატივით ჩახსნა სიიდან, საპარლამენტო სიიდან, ისე რომ შეთანხმებულიც არ იყო მათთან. და ძალიან სერიოზული წენა გამოიწვია ამან და ვიღაცებმა თავისი დატოვეს შემდეგ ეს პარტია, ხა ბატონ გახარიანსთან დაკავშირებით, ხო, რა უნდა ვთქვა, წინა არჩევნებში მე მახსოვს რამდენი მოქალაქე და ძირითადად ეს ახალგაზრდები იყვნენ, გამოდიოდნენ ტელევიზიით და პირდაპირ ხელს ადებდნენ, რომ ბატონ გახარიას უკაცრავად ამ ჟარგონისთვის და გადაგდებული ყავდათ ისინი იმის წინა არჩევნებიდან მოყოლებული 2021 წლის არჩევნებში რაღაცა ხელფასებზე გაურიგდა ახალგაზრდებს, ამუშავა, აშრომა და შემდეგ ის ანაზღაურება მათ არ გადაუხადა და შესაბამისად რა თქმა უნდა ეხა მისგან გასაკვირი არ არის რომ დაუკითხავად და შეუთანხმებლად გუნდში ვიღაცები ჩახსნა, ვიღაცებს რაღაცა სხვა გეგმები დაუსახა და ასე შემდეგ არიან ქაოტურ რეჟიმში, ჩიხში შეიყვანეს თავისი თავი, ვინაიდან დარჩნენ საპარლამენტო მუშაობის მიღმა, სწორედ აი ამ გეგმიდან გამომდინარე, რომ ისინი დარწმუნებული იყვნენ მათი გარეუფროსები რაღაცა წნეხში მოგვაქცევდნენ და რაღაც კომპრომისებზე წაგვიყვანდნენ. შემდეგ არწმუნებდნენ ამ მომრჩეველს იმაში, რომ თითქოს არჩევნები იყო გაყალბებული, მტკიცებულება ვერ დადეს, ამის შემდეგ არწმუნებდნენ, რომ ბოლომდე იბრძოლებდნენ და არანაირი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ. ეხა უწევთ, ლელომ უფრო ნელა შეაცურა თავის ამ მომრჩეველს, თუ დააკვირდებოდით, პროცესი ცოტა უფრო გაიწელა. 2-3 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა ეს შეცურების პროცესი, რომ ბოლოს ეთქვათ, რომ არა, სხვა გზა არ არის, უნდა მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა, ეს არის ერთადერთი, ასე ვთქვათ, ბრძოლის გაგრძელების მექანიზმი. ნუ ბატონმა გახარიამ უფრო სწრაფად მიაჩვია თავისი ამომრჩეველი, რომ ამ გადაწყვეტილებას იღებდა და აი სერიოზული დაპირისპირება და ქაოსი არის, მაგიტომ განმარტა ეს კონკურენციაც არის პარტიას შორის, რა თქმა უნდა, პარტიებს შორის შიდა კონკურენციაც არის განწყობისთვის და იმათი პულისთვის, ვისგანაც ყველა თავისი ამბიცია აქვს, ხო, რა თქმა უნდა, ხა ყველას უნდა რომ ასე ვთქვათ, ფავორიტი იყოს, გარეძალებისთვის, ფავორიტი უფრო მეტი დაფინანსება შეხვდება, ფავორიტი უფრო მეტ ფულს ასე ვთქვათ, იშოვნის ფავორიტზე, როდესაც ფსონი კეთდება, უფრო მეტი კეთილდღეობით ისარგებლოს და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა, ეს შიდა დაპირისპირება და შიდა კონკურენცია იყო, არის და მუდმივად იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთ მექანიზმს და ერთ ორგანიზმს წარმოადგენენ, მაგრამ ესე იქნება. თუმცა ჩვენ მოქალაქეებს მინდა უთხრა, გადაჭრით, რომ როგორი კონფიგურაციაც არ უნდა დაალაგდეს, როგორი დავალებაც არ უნდა მიიღოს ამ 4 პარტიამ, დაიშალოს 8 პარტიად, 16 პარტიად, გაერთიანდნენ ერთ პარტიად, შემოიკრიბოს ისევ ქალბატონმა ზურაბიშვილმა, შემოიკრიბოს პაატა ბურჭულაძე მაგალითად, რომელიც ახლა აქტიურობს
ორიგინალური იდეებით. მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ საშტაბო მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს. ვემზადებით ნებისმიერი კონფიგურაციისთვის და როგორი კონფიგურაციითაც არ უნდა გამოვიდეს ოპოზიცია, ჩვენ დამაჯერებლად ძალიან დიდი ანგარიშით 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვუგებთ მერის და საკრებულოს არჩევნებს. კი ბატონო, დიდი მადლობა ლევან მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის. ლევან მაჭავარიანი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი იყო ჩვენი სტუმარი. მაყურებელს შევახსენებ, პოსტ ანალიტიკა დღეს ამით დასრულებულია. ხვალამდე გემშვიდობებით, დროებით.